გამომყევით სინგაპურში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და გამორჩეულ ქალაქ სახელმწიფოში. პროფესიული მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია და სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა გამოცდილებამ აღმოჩენინა სინგაპური, პატარა კუნძული, რომელიც დიდი ხანია მაინტერესებდა თავისი უნიკალური მოდელით. ამ ვიზიტისას მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვედი და აუდიტორიას ცნობისთვის დაარსების ისტორიაც გაუზიარე. პარალელურად კი შევაგროვე არაერთი საინტერესო ფაქტი, რაც თქვენს მინდა გაგიზიაროთ. მანამდე კი არ გავიწყდეთ არხის გამოწერა. პირველი, იცოდით რომ სინგაპური საქართველოზე 97 ჯერ პატარაა, მაგრამ მისი მოსახლეობა თითქმის 2-ჯერ მეტია. წარმოიდგინეთ, თბილისში რომ 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდეს. სწორედ ამ სიმჭიდროვის გამო სინგაპურში თითქმის ყველაფერს, საცხოვრებლებს, მაღაზიებს, სპორტდარბაზებს ხვდებით მაღალსართულიან შენობებში. მეორე, ფართობის სიმცირის გამო სოფლის მეურნეობა თითქმის არ აქვს ამ ქვეყანას, ამიტომ საკვების 90% იმპორტულია. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თითქმის იმპორტულია, საკვები არამხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ გამაოგნებლად იაფია. აზიური ბაზრების წყალობით. ეს არის ერთ დიდ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების ერთობა, სადაც შეხვდებით ყველანაირი კულტურის კერძს ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, კონფერენციის ორგანიზატორებმა 25 სინგაპურული დოლარი მომცეს ვაუჩერის სახით, რაც დაახლოებით 20 ამერიკულ დოლარს უტოლდება და სასმელის, მთავარი კერძისა და დესერტის შემდეგ ამ თანხის ნახევარი ისევ დაუხარჯავი დამრჩა. ადგილობრივებმა გამანდეს, რომ ბევრი საერთოდ აღარ ამზადებს სახლში. სამუშაო დატვირთვა მაღალია, გარეთ საკვები კი იაფი და ხარისხიანი და ამ სიცხეში რა ძალა აქვთ იტრიალონ ქურასთან. მეოთხე, სინგაპური ეკვატორთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მთელი წელი ცხელი და ტენიანი ამინდია. ტემპერატურა დღის განმავლობაში თითქმის არ იცვლება და არც დილას ან საღამოს გრილდება დიდად, ამიტომ ფეხით სიარული განსაკუთრებით რთულია. გარეთ გასვლის შემდეგ კი იგივე სამოსის კიდევ გამოყენება და დღის შხაპის გარეშე გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელია. მეხუთე, სწორედ ამიტომ სინგაპურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული და იაფი სატრანსპორტო სისტემა აქვს, რომელსაც მოსახლეობის ყველა ფენა იყენებს. სოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში ავტობუსით მგზავრობა 8 ცენტი დამიჯდა. საჯარო ტრანსპორტის გაჩერებებს კი შეხვდებით ყველგან, როგორც მეტროს, ისე ავტობუსებს. ლოდინის საშუალო დრო კი 5 წუთია. მეექვსე, ტრანსპორტში ვიდეო გადაღება საზოგადოებისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა, რაც თავიდან გამიკვირდა და შემდეგ მივხვდი, რომ სინგაპურელები ამას არ აღიქომენ პირადი სივრცის დარღვევად და მიჩვეულებიც კი არიან, რადგან კამერებს შეხვდებით ყოველ ფეხის ნაპირზე. სწორედ ასე იცავს სინგაპურის მთავრობა საზოგადოებრივ წესრიგს. მათ უმკაცრესი წესები და ჯარიმები აქვთ წესრიგის დარღვევაზე. მაგალითად, სასმელის შენახვა მეტროში ჩასვლისას ჩანთაში მიწევდა, რომ $500 ჯარიმა ამერიდებინა. კამერას თავს ვერავინ არიდებს, რადგან ტექნოლოგიურად იმდენადაა განვითარებული ეს ქვეყანა, რომ აეროპორტშიც კი მომძებნიდნენ გამგზავრების წინ და ჯარიმას გადამახტევინებდნენ. მეშვიდე, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ფაქტიურად ამ ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. სინგაპურს არ გააჩნია არანაირი ბუნებრივი რესურსი, ამიტომ აქცენტს აკეთებს თავისი მოქალაქეების ინტელექტზე, საფინანსო სექტორზე და ტექ განვითარებაზე. 2014 წელს მთავრობამ დაიწყო ინიციატივა Smart Nation, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყველა სექტორის ელექტრონიზაცია, ტრანსპორტიდან დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით დასრულებული. ამიტომ სინგაპურელებისთვის ტექნოლოგიები ისეთივე ინფრასტრუქტურაა, როგორიც წყლისა და ელექტროობის გაყვანილობა. მერვე, ინფრასტრუქტურის თემა რომ გავაგრძელოთ, ამ ერთ ციდა ქვეყანაში ტერიტორიის ნახევარი ეთმობა გამწვანებას. სინგაპურში შეხვდებით მსოფლიო დონის ბოტანიკურ ბაღებს, ერთს მარინას ყურის პირას, ხოლო მეორეს ქალაქის საშოპინგო უბანთან ახლოს. ორივე მათგანი შთამბეჭდავი სანახაობაა. იქ იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე და წარმოდგენილია სპეციალური სადგურები, სადაც მაგალითად გაცოცხლებულია დინოზავრების ეპოქის ფლორა და ორქიდეების უსასრულო სახეობები. მეცხრე, სინგაპური არქიტექტურულად ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა, რაც ყოველ ნაბიჯზე შეიმჩნევა. ეს ქვეყანა სულ რაღაც 60 წლისაა, ამიტომ მისი ურბანული ლანდშაფტი თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ყველაფერი არქიტექტურული შედევრია. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი არის Marina Bay Sands, მსოფლიოში ყველაზე ფოტოგენური შენობა, რომელიც დღისითაც და ღამითაც ულამაზესი სანახაობაა. მეათე, სინგაპურში ძალიან ცოტა ძველი შენობაა და ისტორიული არქიტექტურის საძიებლად ჩინურ უბანში წავედი. იქ დღემდე შემორჩენილია რამდენიმე ქუჩა, სადაც თავდაპირველი ჩინელი მიგრანტები დასახლდნენ, თუმცა
ეს ადგილიც ძირითადად უკვე კომერციულ ზონად არის ქცეული, სუვენირებით, ბაზრებითა და კაფეებით. მე-11. აქ შემამჩნიე ბუდისტური ტაძარი და რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია, რაც მიუთითებს სინგაპურის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურელების უმრავლესობა ჩინური წარმოშობისაა, აქ რელიგიური მრავალფეროვნებაა. ადგილობრივები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ სინგაპური არის ქვეყანა ყველასთვის. აქვთ 4 ეროვნული ენა, ყველაზე გავრცელებული კი ინგლისურია, რაც არ გამკვირვებია, რადგან სინგაპური ყოფილი ბრიტანული კოლონიაა. მე-12. საინტერესოა, რომ შენობების უმრავლესობა სინგაპურში სახელმწიფოს ეკუთვნის, მათ შორის ადგილობრივების ბინებიც. უმეტესობა ბინებს 99 წლიანი იჯარით იღებს სახელმწიფოსგან, ეს მოდელი კი ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების კონტროლს, ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას და ურბანული განვითარების მენეჯმენტს ემსახურება. სახელმწიფო ზუსტად განსაზღვრავს, როგორ, სად და ვისთვის აშენდეს ახალი საცხოვრებელი. მე-13. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ტაქსისტთან საუბარმა მოახდინა. სინგაპური ნამდვილად პირველი ქვეყანაა, სადაც ტაქსისტმაც კი გულწრფელი კმაყოფილება გამოხატა ქვეყნის ეკონომიკით და საცხოვრებელი პირობებით. მე-14. მაინც ვერ დავტოვებულ კომენტარად იმ ფაქტს, რომ სინგაპურის მმართველობა ძლიერ ცენტრალიზებულია. ბევრი მას ავტორიტარულ მმართველობადაც აფასებს, თუნდაც ფორმალურად დემოკრატიული სისტემის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ჩემი დაკვირვებით ხალხი არ ჩანდა ამით გულდაწყვეტილი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები კმაყოფილები ჩანდნენ ყოველდღიური ცხოვრებით, სოციალური წესრიგით, ინფრასტრუქტურით და სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული სტაბილურობით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური გულწრფელობა ძნელია ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველგან კამერა გიყურებს. და ბოლოს, მე-15. სინგაპურულ ბუნების, არქიტექტურის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა არც აეროპორტში მთავრდება. პირიქით, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილადაა აღიარებული, სადაც პირდაპირ ბოტანიკურ ბაღს და ჩანჩქერს შეხვდებით. სხვადასხვა ტერმინალებში კი მოწყობილია ბუნების იმიტაცია და მოსასვენებელი ადგილები. არ შეხვდებით რიგებს და გადატვირთულ ტერმინალებს. ყველაფერი არის სწრაფი, ორგანიზებული და ტექნოლოგიურად გამართული. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დავბრუნდები ამ გასაოცარ ქვეყანაში, რომელიც ჩემი შთაბეჭდილებით უკვე მომავალში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოგზაურობა დასრულა კალიფორნიაში, სილიკონის ველზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს და ინოვაციურ ცენტრად ითვლება, სინგაპურის შემდეგ შეერთებული შტატებიც კი გარკვეულ მომენტებში განვითარებად ქვეყანას მაგონებდა. ზაფხულში კიდევ ერთ პროფესიულ მოგზაურობას ვგეგმავ. 1 აგვისტოდან Instagram-ზე შემოგთავაზებთ გათამაშებას, სადაც შეგეძლებათ გამოიცნოთ ჩემი შემდეგი ლოკაცია და დასაჩუქრდეთ არხის merchandise-ით. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე და გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. მე კი შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით. მადლობა რომ გვიყურებთ.